ზობთ საღამომშვიდობის დიმა და ვიდრე გავიგებთ რა ხდება ლონდონში, მე მინდა მიულოცო გორელ ფეხბურთელებს, რომელთაც დანის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დაამარცხეს. კი ბატონო, ეს იყო მოულოდნელი ბევრისთვის, თავდაპირველად ოლიმპიადა და გორის დასწარმოებაზეც ვისაუბრებთ. ოლიმპიადა დაიწყო დიდი სკანდალით, პირველად თამაშების ისტორიაში ერთდროულად 9 მძლეოსანმა დოპინგ კონტროლი ვერ გაიარა და ოლიმპიადის დაწყებამდე ასპარეზობიდან მოიხსნა, რაც არნახული მოვლენა გახლავთ. თავად ლონდონიკის ცხოვრების განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული, ქალაქში დაცვის უპრეცედენტო ზომებია მიღებული, განსაკუთრებით ბევრ ჟურნალისტ და ფოტოკორესპონდენტელიან, იქ იმყოფება კურიერის კორესპონდენტი დავით ერაძე. დათო, რა ხდება ბრიტანეთის დედაქალაქში მთავარი სპორტული მოვლენის დაწყებამდე? სულ რამოდენიმე წუთში საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია ლონდონის 29-ე ოლიმპიური თამაშების ოფიციალური მონაწილე გახდება. ოლიმპიურ სოფელში საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა აღიმართება, რითაც ჩვენი სპორტსმენები კიდევ ერთხელ დაასტურებენ, რომ ისინი არიან ოლიმპიურ თამაშებზე და ამ თამაშებში საკუთარი კვალის დატოვებასაც შეეცდებიან. რაც შეეხება თავად განწყობას, უკვე აქ ლონდონში ჩამოსვლის შემდეგ ისინი აცხადებენ, რომ სულად შეიგრძნეს ის ოლიმპიური მღელვარება, რომელიც აქ სუფევს. რაც შეეხება ორგანიზებას, სპორტსმენები ამბობენ, რომ ლონდონი შეეცადა, რათა ეჯობა ძალიან მაღალ ტექნოლოგიური და საკმაოდ მაღალ დონეზე ჩატარებული პეკინის ოლიმპიადისთვის, თუმცა ეს უკვე უშუალოდ ოლიმპიადის დაწყების შემდეგ გახდება ცნობილი, რამდენად მოახერხა ბრიტანეთის დედაქალაქმა ამის გაკეთება. თუმცა ის, რომ ბრიტანეთის დედაქალაქმა უკვე რამდენიმე რეკორდი დაამხო, ფაქტია. დაახლოებით 6 მილიონ ტურისტ და გულშემატკივარს ელოდებიან ლონდონში. აქ ჩამოსული ასევე რეკორდული მაჩვენებელი ჟურნალისტთა რაოდენობის 15,000-მდე ჩვენი კოლეგა მოემსახურება 29-ე ოლიმპიურ თამაშებს ლონდონში მართლაც უკვე აი ამ დროიდან, დაახლოებით თბილისის დროიდან 9 საათიდან უკვე ძალიან რთულია თავისუფალი ადგილის ნახვა ოლიმპიური სოფლისა და ოლიმპიური შენობების გასწვრივ. ლონდონის ოლიმპიადა სკანდალის ფონზე იწყება. პირველად თამაშების ისტორიაში ერთბაშად 9 მძლეოსანმა დოპინგ ტესტის გავლა ვერ შეძლო. სპორტსმენები 2 წლით დისკვალიფიცირებულები არიან. ოლიმპიადა ხვალ იხსნება, ამიტომ დედაქალაქში უკვე საგანგებო ზომები მიიღეს. ლონდონში წესრიგს 18,000 სამხედრო იცავს. საგანგებო რეჟიმში მუშაობს სკოტლანდ იარდიც. განსაკუთრებული უსაფრთხოების გამო, რა თქმა უნდა, ქალაქში მოძრაობა შეიზღუდება, მაგრამ ეს ნორმალურია. ჩვენ გაგებით ვეკიდებით ყველაფერს და გვიამაყება, რომ ლონდონი ყველაზე დიდ სპორტულ დღესასწაულს მასპინძლობს. უამრავი ადამიანია ლონდონში ჩამოსული და ყველა ბედნიერია. დაუვიწყარი ოლიმპიადა გველის, მე ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. საქართველოს ოლიმპიური ნაკრებიდან პირველი თამაშებში მშვილდოსანი ქრისტინა ესებუა ჩაერთვება. 27 ივლისს ქართველი მშვილდოსანი საკვალიფიკაციო რაუნდში ასპარეზებს. სულ საქართველოს ნაკრები 35 სპორტსმენისგან შედგება. არა მარტო თქვათ მოჭიდავეთა ნაკრები, მთლიანი გუნდი თვლი, რომ მართლაც კარგად არის მომზადებული, უკვე ძიუდოისტებმა გაიარეს პირველი აწონვა, ზეგისთვის უკვე დაგეგმილია მათი გამოსვლა და დიდ არენაზე და რა თქმა უნდა მათ უგულშემატკივრებთ და იმედი გვაქვს, რომ წარმატება იქნება პირველივე დღეებში. დიდით უკვე ჩავატარეთ პირველი მსუბუქი მოთელვითი ვარჯიშები. ყველა სპორტსმენმა უკვე იცის სად უნდა გაატაროს, სად უნდა მოემზადოს, რომელ ბილიკებზე მოემზადოს. მინდა გითხრათ, რომ განწყობა საკმაოდ სერიოზული და საბრძოლოა, არა მარტო მძლეოსნებში, არა მთლიანად ნაკრებში და ზეგიდან უკვე დავიწყეთ და მე ვფიქრობ, რომ უკვე ზეგიდან ყოველდღიურად გავახარებთ ქართველ მაყურებელს. 28 ივლისის საქართველოს ნაკრებისთვის განსაკუთრებით დატვირთული გამოდგება. ჩოგბურთელები, მოკრივეები, ტყვის მსროლელი და ძიუდოისტები უმაღლესი სინჯის მედლებისთვის იბრძოლებენ. ძიუდოისტთა კენჭისხრა დღეს გაიმართა. ქართველ სპორტსმენებს საკმაოდ ძლიერი მეტოქეები შეხვდათ. გარკვეულ წონაში მართლა ძალიან რთული ორთაბრძოლები გველის, მსუბუქ წონაში კი შედარებით გაგვიმართლა. სიმართლე რომ გითხრათ, დიდ მნიშვნელობას ამას არ ვანიჭებ, რადგან ეს ოლიმპიური თამაშებია და ყველა სპორტსმენი უმაღლეს დონეზეა მომზადებული, ასე რომ ჩვენმა ძიუდოისტებმა განსაკუთრებით უნდა მოინდომონ. მათი ფიზიკური თუ ტაქტიკური მომზადებით კმაყოფილი ვარ. ბრძოლისთვის საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების უკლებრივ ყველა წევრი მზად არის. შეიძლება ცოტა რთულ კენჭისყრად ჩავთვალოთ რამოდენიმე წონის კატეგორიაში, თუმცა ეს ოლიმპიადა ჩვენ რამოდენიმე გვარების მიხედვით ვიცით როგორ ასპარეზობდნენ ეს სპორტსმენები დღემდე, თუმცა ოლიმპიადაა კიდევ ერთხელ ვიმეორებ და თუ რასიზავენ ახლა ამას ვერ ვუწინასწარმეტყველებ. ლონდონში 15,000-მდე ჟურნალისტს ელოდებიან. მათი სიმრავლე ქუჩებშიც იგრძნობა. უკრაინის პირველი არხის გუნდი სიუჟეტებს ყველა მიმართულებით ამზადებს. ამჯერად მათ ობიექტივში ბრიტანული ანდეგრაუნდი, ანუ მეტროსადგური და ხალხის შეუჩერებელი ნაკადი აღმოჩნდა.
აქ ნანახმა მოლოდის გადააჭარბა, უმაღლეს დონეზეა ყველაფერი მოწყობილი. უამრავი ადამიანია ინგლისის დედაქალაქში შეკრებილი. შესაბამისად, ჩვენთვის ჟურნალისტებისთვის აქ მუშაობა განსაკუთრებით სასიამოვნო და საინტერესოა. პირველი ოლიმპიური ჩემპიონის ვინაობა ცნობილი 28 ივლისს გახდება. ამ დღეს საქართველოს სახელი ტყვით მსროლელი ნინო სალუქვაძე და ძიუდოისტი პეტკილ შუკვანი ასპარეზებენ. ერთი დღით ადრე კი ლონდონის ოლიმპიურ სტადიონზე თამაშების ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართება. გრანდიოზული შოუ პროგრამა თბილისის დროით 24 საათზე დაიწყება. დღევანდლამდე რამდენიმე კითხვა რჩებოდა. პასუხგაუცემელი ერთ-ერთი მათგანი იყო თუ სად გაქრა უსეინ ბოლტი, ერთ-ერთი ლეგენდარული მძლეოსანი, თუმცა როგორც შემდგომ უკვე იამაიკის ნაკრების მწვრთნელებმა განაცხადეს, ბოლტი იმყოფებოდა პარიზში და მან გაიარა სამედიცინო შემოწმება, ასე რომ საგანგაშო არაფერი არ მომხდარა, თუმცა ერთ-ერთი მთავარი კითხვა კლავაც უპასუხოდ რჩება, თუ რითი გააკვირვებს ინგლისი, რითი გააკვირვებს ლონდონი გახსნის ცერემონიაზე შეკრებილ 65,000 გულშემატკივარს და 3 მილიარდამდე მაყურებელს. ეს უკვე უშუალოდ ხვალ თბილისის დროით 24 საათზე გახდება ცნობილი, რითაც უკვე 30-ე ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნება. ეს იყო დავით ერაძე, დიდი მადლობა დათო. რაც შეეხება ჰუსეინ ბოლტის გაქრობას, ეს კითხვა არ უნდა